გადავიდეთ შემდეგ მითზე. ორსულობისას წონებით ვარჯიში არ შეიძლება. პირიქით ორსულობისას ვარჯიში რეკომენდირებულიცაა, რა თქმა უნდა, სწორად და ზომიერი რაოდენობით. შემდეგი მითი. შტანგები აუცილებელია ძალისთვის. შტანგები უბრალოდ უფრო პრაქტიკულია ძალის გასავითარებლად, თუმცა კუნთის გაძლიერება შეგიძლია ჰანტელებითაც, ტრენაჟორებითაც და საკუთარი წონითაც. შემდეგი. კვერცხი უმად უნდა მიიღო. რეალურად უმი კვერცხის მიღება ნაკლებად ეფექტურია, რადგან მასში შემავალი ცილები უფრო რთულად აითვისება და თან კვერცხში უფრო მეტი ბაქტერიაცაა, რაც ზრდის მოწამვლის რისკს. შემდეგი მითი. რაც უფრო გამხდარი ხარ, უფრო ჯანმრთელი ხარ. კი, ჭარბი წონა ცუდია, მაგრამ არც ექსტრემალური სიგამხდრია კარგი, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობისთვის და მისკენ სწრაფვა შეიძლება სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებში გადაიზარდოს. 50 მითი. დანამატების მიღება აუცილებელია. თუ რაიმე საკვებიდან ვერ იღებ, დანამატები რა თქმა უნდა დაგეხმარება, მაგრამ მათი მიღება ნამდვილად არ არის აუცილებელი და უმეტესობა ფულის ყრაც კი არის. ასე რომ, სანამ რომელიმე დანამატს იყიდი, კარგად დაწონე, საერთოდ გჭირდება თუ არა ის. ნახევარი გავიარეთ და გადავიდეთ 51 მითზე. კაცრი დიეტები ეფექტურია. კი, მოკლე ვადაში მკაცრ დიეტებს ბადალი არ ყავს, მაგრამ მსგავსი დიეტის შემდეგ დაკარგული წონა ბრუნდება, ან საერთოდ იზრდება კიდეც. თუ გსურს რეალური შედეგის მიღება და შემდეგ შენარჩუნება, ზომიერი და ნელი მიდგომა ბევრად ეფექტურია. 52 მითი. ვარჯიში ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას. არა, სწორი ვარჯიში საერთოდ არ უშლის სიმაღლეში ზრდას ხელს. შემდეგი მითი. საუნა წვავს ცხიმს. არა, საუნის შემდეგ დაკარგული წონა მხოლოდ წყალია. მითი 54. კრეატინი ციკლებად უნდა მიიღო. კრეატინის რეკომენდირებული დოზით მიღება წლების განმავლობაში და თეორიულად მუდმივადაც კი შეიძლება. შემდეგი მითი. ვარჯიშამდე აუცილებლად უნდა გაიწელო. პირიქით, ვარჯიშამდე სტატიკური გაწელვა ნეგატიურად მოქმედებს ძალაზე და ტრავმის რისკს ოდნავ ზრდის კიდეც. ეფექტური გახურებისთვის ჯობს გააკეთო დინამიური გაწელვები და შეასრულო ვარჯიშის მსუბუქი სეტები.